ნერვიულობის გარეშე მისართმევი ნაყინის რეცეპტით მოვედი, რომელიც შეიძლება ისედაც იცოდეთ, მაგრამ შეგახსენებთ და ჩაინიშნეთ. გაყინული ბანანით, რომელიც სანახევროდ გაყინულია, ვაკეთებთ ბაზას და ვუმატებთ ნებისმიერ სხვა კენკრას. ამ შემთხვევაში ავიღებ მოცვი და ვუმატებ ოდნავ 1 სუფრის kovzi რძე ან ნაღების მასას. თქვენ შეგიძლიათ რძის პროდუქტიც გამოტოვოთ, თუ კი ხართ ალერგიული, ან არ გნებავთ რომ მიირთვათ, რადგანაც ბანანი ისედაც აძლევს კრემისებრ სტრუქტურას. ჩვენ აქ უკვე ხედავთ ესეთი დაბლენდერებული მასა, როდესაც გაერთიანდება და მივიღებთ აი ესეთ შეკრულ ღრუბლისებრ მასას. აი ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ არის მზად კონტეინერში გადასატანად და ჩვენ მას მოვათავსებთ მაცივარში რამდენიმე საათით. 2 საათი სავსებით საკმარისი არის ხოლმე. დავახუროთ თავსახური, ან გადავაფაროთ პლასტიკი და დაველოდოთ აი ასეთი მასის მიღებას. გამოდის ძალიან შემდგარი, გემრიელი და ჯანსაღი ნაყინი. აბა გემრიელად.